გამარჯობა თურაკასმა ჰაბიბი აღმოვაჩინე რომ დავიკარგე გამოვედი გარეთ მშვენიერი მზიანი ამინდია სასიამოვნო რო ვთქვა რომ ძალიან ცხელად ხო არა იდეალური ამინდია მართლა როცა ძალიან ბევრი რაღაცის ნახვა და დათვალიერება გინდა რა არც დაგცხება არც შეგცივდება რა ყოველ შემთხვევაში მე ეგრე ვგრძნობ ძალიან მომენატრა ეს ქაოსი ბოლოს რა ქვეყნებშიც ვიყავი იმდენად დიდი ქაოსი არ იყო ხა მაგალითად ყატარში სომხეთში პოლონეთში ესენი არ იყო რა და აი ხა ამას რო ვხედავ ამდენ ადამიანს მანქანები რო აქეთ-იქით დარბიან მოტოები ბაზრობები ძალიან მომენატრა და ძალიან მიყვარს სხვათა შორის მეორე ქვეყანაა აფრიკაში რომელიც ვნახე ეგვიპტე და მაროკო და ნახოთ იმედია რომ საინტერესო მოგზაურობები გაგვიგრძელდება ამ კონტინენტზე ამჟამად არის რამადანი და ძირითადად ტურისტები ვართ ვინც ვჭამთ მაგრამ საღამოს ძალიან ბევრი ადგილობრივიც გამოვა დარწმუნებული ვარ და უფრო მეტი ხალხი იქნება აქ ეხა სადაც მე ვდგავარ აი ეგ არის ჩვენი მატარებლის სადგური და უნდა შევიძინო ხვალისთვის ბილეთები და ზეგისთვისაც იდეაში ჩავდექი ახლა რიგში ძალიან ბევრი ხალხი ელოდება აგერ და იმედია რომ ადგილები იქნება ძალიან მეშინია და ვნახოთ სანამ იმას გავარკვევ წავალ თუ არა ხვალფეში თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ მეგობრებო არხი დაალაიქეთ ეს ვიდეო დააკომენტარეთ რაც თავარია და ეს ყველაფერი ძალიან დიდ мотивაციას მომცემს რომ გავაგრძელო ძალიან საინტერესო ვიდეოების გადაღება და მოგზაურობა რაც თავარია. შევიძინე ბილეთები, ესე იგი მარაკეშიდან ხვალ წავალ ფესში, იქ დავრჩები და მეორე დღეს საღამოსკენ დავბრუნდები ისევ მარაკეში. ორი გზა დამიჯდა 185 ლარი. ერთ-ერთი საიტია 12go Asia თუ რაღაც ქვია, ხა აღარ მახსოვს ზუსტად, იქ ვჯავშნდი და მიჯდებოდა 150 ლარით მეტი. Thank you. მოგლეთ აქ ჩავჯექი მეგობრებო, წეგან ფეხით გამოვედი 45 წუთი მოუნდი დაახლოებით ცენტრიდან და ახლა უკვე გადავწყვიტე ტაქსი დავბრუნდე უკან, იმიტომ რომ დროს დავკარგავ. ფეხით სიარული და თან გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან დაღლილი ვარ. ესე იგი მილანში ჩავფრინდით თბილისიდან 7 საათი მოცდა გქონდა. რაღაცა უშნო სკამზე მეძინა. კი არა და არ მეძინა, ვცდილობდი დაძინებას, ღამენათევი ვარ იდეაში და პირველი დღე ყოველთვის მიჭირს ხოლმე. მაგრამ ნუ შეძლებს დაგვარად მაინც ვახერხებ რაღაცეები რომ ვნახო და ეხა მივალ სასტუმროში, ცოტას დავისვენებ და მერე რომ მოსაღამოვდება, გავალ გარეთ და დავათვალიერებ ღამის მარაკეშს, თან ბევრი ხალხი გამოვა, იმიტომ რომ ეხა რადგან რამადანია, არ შეუძლიათ ჭამა და ღამე ძირითადად საჭმელად გამოდიან ხოლმე იმ მოედანზე და დავათვალიერებ, ნახავთ თქვენს გაგიზიარებთ და მე მგონი საინტერესო იქნება. ეხა უნდა გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება ჩვენი 70 ლარიანი სასტუმრო, მეგობრებო, მობრძანდით. ოდნავ მირეულია, მაგრამ ესე გამოიყურება ჩვენი დღევანდელი სასტუმრო. გამოვედი ისევ გარეთ, ღამის 12-ის ნახევარია და მინდა რომ დაგათვალიერებინოთ ღამის მედინა, როგორ გამოიყურება და გაგიზიაროთ როგორია ღამის ცხოვრება. Thank you. თავარი მოედანი არის ცოცხალი. ანუ აბსოლუტურად ყველა გამოსულია გარეთ და დაწყებული ნივთების გაყიდვით, დამთავრებული გემრიელად ჭამით, ყველაფერს აკეთებს ეს ხალხი. Georgia. Welcome, brother. Welcome. Welcome, brother. Alibaba. Georgia. Welcome, Marrakesh. Thank you. Maybe tomorrow will come, okay? 97. Thanks to Great. the heaven. Okay, thank you. Come home. Yeah, thank you. ძალიან საყვარელი ხალხი, აი ძალიან. ძალიან კმაყოფილი ვარ ადგილობრივებით. ძალიან თბილები არიან, ხიარულები და იუმორი აქვთ, რაც თავარია. Hi, thank you. Georgia. აი ესე გამოიყურება მეგობრებო აქაურობა. უამრავი მაგი და აგაშლილი ისევ როგორც წესი თან რამადანი რჩება თუ Thank you. Want to eat something? No, thank you. Sorry, Ramadan is over, right? Yes. Yeah, from today.
დღეიდან რამადანი მორჩა და უკვე გემრიელად შეუძლიათ ჭამა დასმა, დილიდანვე არ დაელოდებიან საღამოს და ამიტომ უფრო კარგად აღნიშნავენ მეგობრებო რამადანის დასრულებას. You don't want to eat? No, we are full, to be honest. Thank you Maybe so tomorrow. Maybe tomorrow. Number 100. Number 100. What's your Okay. name? Guro. 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 Yeah. Nice to meet Nice to you. meet you too. See you. ყველა მეუბნება თავის საკვები ობიექტის ნომერს. საერთოდ ჩემს უკან არის მაგიდები, მეგობრებო. აი ესე საღამოდან იშლება მთლიანად და ეპატიჟებიან აბსოლუტურად ყველას. ნუ ეპატიჟებიან რა, უნდა გადაიხადო მე საბოლოო ჯამში, მაგრამ შეგიძლია მიხვიდე, დაჯდე და მიირთვა. აგერ არის სამზარეულო, სადაც უკვე მივირთვით, გახსოვთ ალბათ, არც ისე დიდი ხნის წინ იყო ეგ ამბავი. ხალხი მიირთმევს გემრიელად. საღამოსაც კი, საღამოს 12 საათი ხდება მალე. და ნახეთ რამდენი ხალხია თავარ მოედანზე. ეხა კვარაცხელიას ვუხსენებ და ნახოთ რა სიზამეთ. Hello. Thank you. Fine. Tell me the best player for your country. კვარაცხელია. Kvaratskhelia is Georgia. Yes. Dandanani mina ho dandanana. This is only good for Georgia people. Really? I swear. Oh, thank you. No problem. Thank you so much. Really appreciate. No problem. Eat, brother. Thank you. Enjoy. აგერ ჩვენმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაამართლა ამ შემთხვევაში და აი ესეთ საყვარელი წვენიც გვაჩუქეს, რაც ძალიან გასახარია და ჰაკიმის ფორმა ეცვა და ზუსტად ვიცოდი რომ მსგავს რაღაცას გააკეთებდნენ, იმიტომ რომ ხვიჩა და ჰაკიმი მაგრად არიან ერთმანეთში. გოლებსაც ერთად აღნიშნავენ ხოლმე და აბა გავსინჯოთ ეხა ჩვენი წვენი. რამდენიმე ხილია ერთმანეთში არეული. ტკბილიც და მჟავეც და საბოლოო ჯამში ძალიან გემრიელია. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, დამიკომენტარეთ, რამდენად მოგწონთ, რასაც უყურებთ, ან რა ტიპის კონტენტი გესიამოვნებათ. ძალიან საინტერესო მოგზაურობებს გეგმავ, ძალიან საინტერესო ვიდეოების გადაღებას ვაპირებ და თქვენი მხარდაჭერა დამეხმარება. ძალიან ქაოსში გავიჩითე უცბად. სხვათა შორის აი ვიწრო ქუჩებში დაქრიან მოტოებით, სკუტერებითაც, ხო და ფრთხილად იყავით. არ გეგონოთ რომ მარტო საფეხმავლო ბილიკია, იმიტომ რომ შემოგივარდებიან და 1-2 ჯერ კინაღამ გამიტანეს. კამერით რომ ხედავენ, ყველა იცინის, ყველა მიღიმის და ყველას უნდა რომ გამოჩნდეს და მომესალმოს და ხელი ამიწიოს და ძალიან საყვარლები არიან. Instagram-ს გამომართმევენ ხოლმე YouTube-ს და მაფოლოვებენ მე. You famous man? Ramadan Mubarak. Thank you. შემოვედი ახლა ერთ-ერთ მთავარ კვების ქუჩაზე, რომ გაჩვენოთ რა ხდება, თუნდაც ამ დროს. უამრავი ხალხია მაინც. და ძალიან გემრიელად მიირთმევენ სხვადასხვა სენდვიჩებს და fast food-ის სწრაფი კვების რაღაცებს. ნახე სად მოძრება მოტო, არა და აქ ფეხით სასიარულოა. Thank you. სრული საგიჟეთია აქ. ამიტომ ფრთხილად უნდა იყო. ამ დროსაც კი ყველაფერი ღია აბსოლუტურად. მაღაზიები, სუვენირები, სწრაფი კვების ობიექტები. ასე რომ მაროკოს არასდროს ძინავს, მე მგონი ნიუ-იორკის არ იყოს. ძალიან კმაყოფილი ვარ აქაურობის. აი, უმაგრესი ქვეყანა, უმაგრესი ხალხით. ძალიან საინტერესო კულტურით. და მგონია რომ კიდევ დავბრუნდები აუცილებლად. ვინც მაროკოში მოგზაურობას აპირებთ, შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა, რამდენად უსაფრთხოა. ალიბაბა. ხო, ანუ რამდენად უსაფრთხოა. ჩემი გამოცდილებით ძალიან უსაფრთხო ქვეყანა. ხალხიც გადასარევია და არ მგონია რომ რამე ისეთი პრობლემა შეიქმნას. გოგოებიც რო ჩამოვიდნენ, ან ერთი სოლო მოგზაურიც რო ჩამოვიდეს, პრობლემა არ შეექმნება რა. ჩემი აზრით, ოღონდ ესე თავს ვერ დავდებ. აგე მოგვადგნენ უკნიდან ჩვენი მოტოციკლისტები. აი ეს ადამიანები, მეგობრებო, ხატავენ ხელებზე, ფეხებზე, ფრჩხილებს აწესრიგებენ. და ძირითადად ქალები არიან აქ მოსულები, წარბებზე და ასე შემდეგ. ანუ ჩათვალეთ, რომ სილამაზის სალონია ოღონდ ქუჩაში. და სხვადასხვა რაღაცეებს აკეთებს ეს ხალხი. თავს იწესრიგებს, მოკლედ რომ თქვა. ძალიან ახლოს აღარ მინდა მივიდე. მაგრამ პირველად ნახე შუა ქუჩაში ესე უამრავი ადამიანი შეკრებილი იყოს და
მიეხედათ თავისთვის, ფრჩხილები იქნება, წარბები იქნება თუ ასე შემდეგ რა. საინტერესო სანახავია. დილამშვიდობისა მეგობრებო, თითქმის 4 საათია ახლა დილის და მივდივარ ფესში. მოვედი მატარებლის სადგურზე ვარ უკვე, ჯერ არ გახსნილა ბაქანზე შესასვლელი, ამიტომ დაახლოებით 10-15 წუთი მომიწევს აქაც ლოდინი და მერე უკვე ჩავჯდებით მატარებელში. 5:30-ზე გადის ესე იგი და ჩავალთ 6 საათში დაახლოებით 6-7 საათი სჭირდება რა და არაფერი მიჭამია საერთოდ დილას და უკვე მაგრად მშია და იმედია რომ მატარებელში რაღაცა იქნება რომ ვიყიდო. აი ესე გამოიყურება ჩვენი მეორე კლასის მატარებელი, პირველი არ იყო სამწუხაროდ, მაგრამ გონია რომ დიდი სხვაობა არც იქნება. 7 საათიანი გზა გველოდება დავაზუსტე, რაც არ არის ცოტა, მაგრამ არა უშავს. დილის 5:30-ზე რომ გავდივართ, ზუსტად მაგიტომ დრო გქონდეს მერე ფეში უფრო მეტი. თითქმის 6 საათი გავიდა მეგობრებო, ცოტაღა დაგვრჩა 45 წუთი დაახლოებით და ჩავალთ უკვე ფეში. ძალიან ცხელა, აი ძალიან ცხელა და საჭმელი არ მიჭამია. არაფერი, ახლა თბილისის დროით ჩავთვალოთ რომ არის 3 საათი რა და ამ დროს ორჯერ მაქვს ნაჭამი ხოლმე თბილისში და გული მინდის. და ცივი კოკა-კოლა მინდა რა, აი ძალიან ყინულივი ცივი კოკა-კოლა მინდა და მეტი არაფერზე მეფიქრება როგორც კი ჩავალ უეჭველი რამე გაზიანი უნდა დავლი. როგორც წესი არ ვსვამ ხოლმე გაზიანებს, მაგრამ მოგზაურობაში ძალიან მინდება. თვითონ მატარებლით კმაყოფილი ვარ, ხალხიც ძალიან წყნარად, ჩუმად არის თავისთვის ყველა, არც ხმაური არაფერი, ბათუმში რო წავსულ ვარ, სმა მიდის ხოლმე და ეს რა ქვია, ტაშფანდური. ჩამოვედი, ფეში ვარ უკვე. სხვათა შორის გრილი ამინდი დამხვდა, რაც ძალიან სიამოვნებს, იმიტომ რომ მატარებელში მაგრად ცხელოდა და ეხა უკვე წავალ სასტუმროსკენ, ეს ბარგი უეჭველი უნდა დავტოვო. და მერე რამე შევჭამოთ, იმიტომ რომ არაფერი არ მიჭამია, ყავაც კი არ მაქვს დალეული და ვაიმე ღმერთო ჩემო. ვაიმე. ჩავსხდეთ ახლა ტაქსში და დავეშვით სასტუმროსკენ, მეგობრებო. საშუალოდ ვიხდი 50-დან 100 მაროკოულ ფულამდე აქ, რაც არის დაახლოებით 5-დან 10 ევრომდე უხეშად ერთი გზა. და სხვათა შორის არ არის ძვირი, ძალიან ესეთი ხელმისაწვდომი ფასებია ტაქსის. შევიდეთ ახლა ჩვენ ნომერში. აი, ასე გამოიყურება ჩვენი სასტუმრო ოთახი. აგერ გვაქვს დიდი საწოლი, აგერ გვაქვს პატარა საწოლი, აქეთ ხარეს და აქ გვაქვს დივანის. მოკლედ, უდიდესი ოთახი არ ვიცი ამ ხელა რა გვინდოდა, მაგრამ მაინც რა. აქეთ გვაქვს სააბაზანოც, უცბად გაჩვენებთ. აი აგერ. სახლია რა ჩვეულებრივად, ახლა სასტუმრო ეს ნაკლებათა, მაგრამ სახლის ოთახია. ზუსტად ასეთი მინდოდა რომ ტრადიციულ ადგილას დავრჩენილიყავი და ძალიან მიხარია რომ აქ ვარ. ამ ოთახში ერთი ღამით გადავიხადე 100 ლარი ჩვენ ფულზე, რაც დამეთანხმებით რომ ორ ადამიანზე არის იდეალური და ძალიან მომწონს. ასე გამოიყურება მისაღები ამ სახლის, ულამაზესია მეგობრებო, აი აქ რო შემოდიხარ, გძნობ რომ უკვე მაროკოში ხარ და აი ეს გაფორმებები, მოპირკეთება, აი ყველაფერი ძალიან მომწონს და მიხარია რომ მოკლედ ეს სასტუმრო დავჯავშენ და თქვენც გირჩევთ. სანამ გარეთ გავალთ აგერ რაღაც სნეკები წამოვიყოლებ მარკეტიდან წყალთან ერთად, იმიტომ რომ ფიზიკურად გული მინდის ვეღარ მოვითმენ და უცბად შევჭამოთ ეს. ეს რაღაცები გამოსავალია თან თეთრები დაჭრა რა, იაფია ძალიან. გამოვედი ქალაქში უკვე დავისვენე გემრიელა, წყალი გადავივლე. ამასობაში ცოტა მოსაღამოვდა და ქალაქი გაცოცხლდა. უამრავი ადამიანი გამოვიდა აქაც, როგორც მარაკეში და დავეშვათ ახლა თავარი მოედნისკენ, მადინასკენ და ვნახოთ იქ რა ხდება საღამოობით, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს. ჰაი. ვახ, მაგარი ხალხია. დავსეირნობ აგერ ვიწრო ქუჩებში. ერთ წამს რო დღიშუქს ახარ მე აღმოჩნდები სიბნელეში რა, იმიტომ რომ ეს შენობები ისე არის გადახურული ხშირად რომ მზეს აბნელებს. ჩვეულებრივად სიბნელეში შემოყოფ ხოლმე თავს. ახლა ესეთ ვიწრო ქუჩებს მიუყვები, სულ ესე დაგსაქსული გზებია.
ხან იქით შედის ეს ვიწრო ქუჩა, ხან აქეთ გამოდის და მოკლედ ძალიან მომწონს. მანქანა რო ვერ გაივლის, ესეთი ქუჩებია. აი ამას გულისხმობ, ნახეთ მეგობრებო, ზემოთ ისი არის, აი აქეთ გადახურული. რომ ეს სინათლე იკარგება მთლიანად და გონია რომ ან საღამოა, ან ბინდია. აი აქეთ ესე შეუხვევ და ზემოთ საერთოდ გადახურული არაფერი აღარ ჩანს და სიბნელეში დადიხარ და გჭირდება ესეთი განათება, რომ იარო ქუჩაში ესე შეუფერხებლად. ხალხი არის ძალიან მეგობრული, რომ შეატყობენ რომ რაღაცას ვეძებ, მოდიან, მეკითხებიან, რას ვეძებ და მიმართულებას მაძლევენ. We are from Georgia, yes. Marhaba, 1000 welcome. every day, every year, every time. You welcome. Thank you so much. Welcome. მოკლედ ჩამოვიტოვეთ ეს ჩვენი ძმა, რომ მივხვდი უკვე რომ კი არ გვეხმარებოდა მთლად ბოლომდე ფული უნდა ჩვენგან. ჩამოვიტოვე მეთქი, მარტო გავაგზავნეთ თქო და ნუ ცოტა ფული მივეცი, 20 ამათი ფული მივეცი რა. ხო და ძალიან ბევრს აგეკიდებათ თქვენც. და ეცადეთ რომ ჩამოიშოროთ ეს ხალხი. შეხედეთ. როგორი ქუჩები შედის აი აქ. აქ ქუჩა. Thank you. აქეთაც ქუჩა და ესე გრძელდება სულ რა. ავე 1000-ობით ქუჩა და როგორ აგნება სახლებს მე არ ვიცი. აჰა, აგერაც შედის ერთი ქუჩა, აგერაც ადის მეორე. აი ესეთი ქუჩა შედის აქ მეგობრებო, სადაც გვერდზევე არის კარებები, სადაც ალბათ ხალხი ცხოვრობს, აი აქ. ლაბირინთივითაა რა. აი ესე იული და მე სად მიდიხარ? ღმერთმა უწყის, აბა ერთი მაინტერესებს სად დასრულდება. აჰა, მოვედით ვიღაცის სახლთან. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ თუ გიმოგზაურიათ მაროკოში როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით. Come too fast. Welcome. Thank you. Sitting home. You welcome my friend. Thank you, shukra. Georgia. It's good country. You welcome too fast. Thank you. So much. Nice bye my friend. Thank you. Alibaba. Alibaba. ეხლა ცოტა შევჭამოთ, შევისვენოთ. კაფე საათია აქ, აგერ მოვედი. ავჯექი მეგობრებო და შევუკვეთე აქაური ტრადიციული კერძი. კუსკუსით, ქათმით, კარამელიზირებული ქიშმიშით, სტაფილოთი და იმითი ყაბაკი. აი მოვიდა მეგობრებო ჩემი კერძი. ნახეთ როგორ გამოიყურება. რამდენიმე გემო ერთიანად შემოდის. ტკბილის, მჟავეც, ოდნავ მოცხაროც და ერთმანეთში ისეთ გემრიელ კონტრასტს ქმნის, რომ რა ვიცი. ყველაზე მეტად რაც მომწონს არის სიტკბორო შემოდის. ეგაა ძალიან გემრიელი. ზოგადად მიყვარს მე ტკბილმჟავე კერძები და ზუსტად იგივე არის ესეც რა. ეს კერძი დაჯდა მეგობრებო ჩვენ ფულზე 28 ლარი. ყავა ღირს 5 ლარი, 5 და 70. რაღაც ეგეთი ფასები აქვს ზოგადად ყავას, ჩაის და წვენს. 20-25 ღირს აქაური ფული, რაც არის დაახლოებით 5-დან 7 ლარამდე. სულ ევროპელები ვართ, ძირითადად აქაური არ მინახავს ჯერ და მაგიტომაც ფასები ცოტა მაღალია. Come? Okay, let's do it. Okay. Come. No? Okay. Nope. Not today, sorry. No problem. I'm Hakimi. Oops. Come. Hop. Come. Hop. Okay, see you. აღმოვაჩინე რომ დავიკარგე. იმიტომ რომ გასასვლელს ვერ ვნახულობ. Google Map-ი მაგრად ურევს, იმიტომ რომ აქ ცუდად იჭერს და რამდენი ვიღაცას ვკითხე, ზოგმა იქით გამიშვა, ზოგმა აქეთ გამომიშვა და ეხა იმედია გავაგნებ მალე. თორე ჩავრჩი აქ.
გამძრა კანცი. ავდივარ აღმართზე, ჩამოვდივარ დაღმართზე, არ არის გზა. ხო და თუ გინდათ რომ გავახციო აქედან მეგობრებო, დაალა იქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, თორე ჩავრჩები აქ. წავედით ვიპოვოთ გზა. ერთი ჯიგარი ტიპი შეხვდა, არ მინდა ძმაო შენი არაფერიო, წამოო, დაგეხმარებიო, გაგიყვანო, გამომიყვანა და მე რა თქმა უნდა ფული მომთხოვა იგი სადაც ვიცოდი რომ ეგრე იქნებოდა. მივეცი 100 დირჰამი მაროკოული და გამომიყვანა იმ ლაბირინთიდან. ჩაოლებრივი ლაბირინთია. Google Map-ი არ იჭერს. ყველგან შესახვევ გამოსახვევია. ზოგან გზა წყდება, შედიხარ ვიღაცის სახლში და მოკლედ ისე ავიჭერი მსგავსი რა ცხოვრებაში არ დამართნია და დავიძინოთ ძალიან მეძინება და დილას დაგიბრუნდებით აბადროებით. დილამშვიდობის სამეგობრებო, გათენდა ფესში. ახლა გავიღვიძე, წყალი გადავივლე, ჩავიცვი და ჩავდივარ საუზმეზე, რომელსაც თქვენც გაგიზიარებთ. იმედია რომ გემრიელობები დაგხვდება და მერე გავიდეთ დავათვალიეროთ ქალაქი უფრო კარგად. დაბლა არის პირველ სართულზე სასაუზმო. დავჭექი ახლა მაგიდასთან და ველოდები რომ მოიტანონ რამე გემრიელობა, იმიტომ რომ ძალიან მშია. შვედური მაგიდასავით არ არის, ჩვეულებრივად გიწევს სლოდინი და რასაც მოგიტანენ, უნდა მიირთვა რა და ნახოთ აბა ერთი რას მოგიტანენ, ძალიან მაინტერესებს. Thank you. მოგიტანეს მეგობრებო, ჩვენი საუზმე. აგერ არის შემწვარი კვერცხი, ერთი ცალი ალბათ. აქ გვაქვს ბლინი. იდეაში პური ბლინი ერთად შეგვიძლია გავატაროთ, იმიტომ რომ ტკბილი არ არის და მაინც პურად შეიძლება ჭამა. აგერ გვაქვს ფუნთუშა, ძალიან გემრიელი ჩანს. აგერ არის კარაქი, თაფლი. Thank you. აგერ ჯემი, ისევ კარაქი. წვენიც მოგვიტანეს. აგერ შაქარიც მოგვიტანეს, შაქარს არ, შაქრიანს არ ვსვამ. ყავა და რძე მოგვიტანეს, აი აგერ, ასე. და აგერ პურიც მოიტანეს რა. იდეაში ეს არის ბლინი და ეს არის პური. გამოვედი მეგობრებო გარეთ, ძალიან საინტერესო ადგილები უნდა გაჩვენოთ და მანამდე შეგიძლიათ ეს არხი გამოიწეროთ და ვიდეო დაალაიქოთ, იმიტომ რომ ძალიან დაეხმარება ჩემ კონტენტს გაზრდაში, ასე რომ არ დაგვეზაროს. ვინც მაროკოში ჩამოხვალთ, აი ნებისმიერი მიმართულებით რო წახვიდეთ, უეჭველი შეგხვდებათ ადგილობრივი, რომელიც გეტყვით, რომ მიგაცილებთ, no money, პრობლემა არ არის, რო ტურისტი ხარ, რო პატივს გცემს და ასე შემდეგ. და საბოლოო ჯამში, როცა მიხვალთ დანიშნულების ადგილზე, დაიწყებს ფულის გამოძალვას. ჩაჯინებით იციან გამოყოლა. ასე რომ ეს გაითვალისწინეთ და ეცადეთ, რომ ეს სქემერები ეგრეთ წოდებული მატყუარა ხალხი მოიშოროთ ხოლმე რა, იმიტომ რომ ყველა არის ფულის გამოძალვაზე საბოლოო ჯამში. ვისაც ერთხელ მაინც გინახავთ ფოტოები ან ვიდეოები მაროკოდან, ეს ადგილი გეცნობათ. ხა ავალ ზემოთ და გაჩვენებთ ყველაფერს, მაგრამ იმდენად ცუდი სუნია ამ ადგილას, რომ შემოსვლისას გვაძლევენ პიტნას, რომ ეს სუნი გაინეიტრალო. ფესის შუარა სამღებროები მე-11 საუკუნეში ქალაქის დაარსებიდან მალევე აშენდა და დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს მოქმედ საწარმოდ ითვლება. ის მდებარეობს ფესელბალის შუაგულში, მდინარის სიახლოვეს, რაც ისტორიულად აუცილებელი იყო წარმოებისთვის საჭირო დიდი რაოდენობის წყლის მისაღებად. ეს კომპლექსი ათეულობით ოჯახურ დინასტიას ეკუთვნის, სადაც ცოდნა და სამუშაო ადგილები მამიდან შვილზე საუკუნეების განმავლობაში გადადის. მიუხედავად ტურისტული პოპულარობისა, ადგილი მაინც ინარჩუნებს თავის პირვანდელ ფუნქციას და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ეხლა შიგნითაც შევიდეთ, შიგნითანაც დავათვალიეროთ და ყველაფერს გაჩვენებთ თქვენს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. Hello. Hello. Thank you. ეხლა აქ დავდივარ მეგობრებო, შიგნით. ვაუ, ძალიან მაგარია რა, აი ძალიან მაგარი სანახაობა. აი კულტურასთან ყველაზე მაგარი მისაახლობელი რაღაც არის ეს. აი ძალიან ბედნიერი ვარ, აქ შემოვედი. სუნი კი არის საშინელი და ძალიან ცუდი, მაგრამ ამაზე უკეთ ვერ მიუახლოვდებოდი აქაურ ტრადიციას და კულტურას, რაც ძალიან მახარებს. ტყავის დამუშავების ტექნოლოგიური ციკლი რამდენიმე რთულ ეტაპს მოიცავს და სრულიად გამორიცხავს თანამედროვე დანადგარების გამოყენებას.
თავდაპირველად ნედლ მასალას ძირითადად ძროხის, თხის, ცხვრის და აქლემის ტყავს თეთრ აუზებში ათავსებენ. ეს აუზები შევსებულია კირის, ძროხის შარდისა და მტრედის სკორეს ნაზავით. ამ აგრესიული ქიმიური რეაქციის მიზანი ტყავის დარბილება, ბეწვის მოცილება და მისი სტრუქტურის მომზადებაა საღებავის მისაღებად. დარბილების შემდეგ იწყება შეღების პროცესი, რომელიც შუარას სამღებროებში მხოლოდ ბუნებრივი პიგმენტებით ხორციელდება. ყვითელი ფერის მისაღებად გამოიყენება ძვირადღირებული ზაფრანა ან ბროწეულის ქერქი, წითლისთვის ყაყაჩო, ლურჯისთვის ინდიგო, ხოლო მწვანე ფერისთვის პიტნა. ამის შემდეგ შეღებილი ტყავები გადააქვთ მიმდებარე შენობების სახურავებზე, სადაც მზის ქვეშ შრებიან. სამღებროებში მუშაობა ჯანმრთელობის დიდ რისკებთან არის დაკავშირებული მუდმივი ნესტის, მძაფრი ამიაკის სუნისა და ფიზიკური დატვირთვის გამო. წამოვედი უმაგრესი შთაბეჭდილებებით და ძალიან გახარებული, იმიტომ რომ ეს სანახაობა ყველა ვარიანტში უნდა მენახა. მით უმეტეს ამხელა ისტორია რო აქვს 10 საუკუნეზე მეტი დაახლოებით და მაგ ისტორიის ნაწილი რო ხდები წამებში. არის უმაგრესი. დაგვიჯდა მეგობრებო 40 დირჰამი, მაროკოული ფული. ზემოდან დათვალიერება და შიგნით რო შევედი, მაგისთვის გადავიხადე 100. 200 კი მითხრა, მაგრამ ცოტა შევევაჭრე და 100-ად გამოვძვერი. და თქვენც გირჩევთ ყველა ვარიანტში შიგნით შესვლას, იმიტომ რომ ახლოდან დაინახავთ იმ ყველაფერს, რასაც შორიდან აკვირდები, როცა ზემოთხა. მედინაზე ვარ, მეგობრებო. უამრავი რაღაც იყიდება ამ ქუჩაზე, დაწყებული ჩანთებით, უკან გაგრძელებული ბაზრის პროდუქტებით, ხორცი, სხვადასხვა ბოსტნეული და დამთავრებული სუვენირებით, რა, ანუ აბსოლუტურად ყველაფერს იპოვია აქ და უამრავი ადამიანი ირევა როგორც წესი. მშვენიერი ქუჩებია, გუშინ კი ვიყავით აქ, დაგათვალიერებინეთ რაღაცები, მაგრამ მაინც მინდოდა რომ ეხლა დღის-შუქსაც გამოსულიყავით აგერ მე და მარიამი და ძალიან მოგწონს აქაურობა. საოცარი ქვეყანაა და ქალაქი, ვიწრო ქუჩებით, ბევრი კატით, ესე საყვარლად უამრავი კატა არის ქუჩაში. ძალიან ბევრი, ანუ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება კატა, სტამბულივითაა რა. და სასიამოვნო ხალხით, ყველა გიღიმის და ყველა პოზიტიურად შემოგცქერის, ასე ვთქვათ. აგერ ფეხსაცმელებიც იყიდება. აქეთ ჩანთებია უკვე. აქ შარფები, ჭურჭელი, სუნელები. შენ თავარია აქ მოხვიდე და ყველაფერს იპოვი, რაც გჭირდება. თუ გინდა რომ ყავადალიო იპოვი, თუ გინდა რომ ჩაიცვა იპოვი და სუვენირებს ხო იპოვი და იპოვი, იმიტომ რომ უამრავი. მოვიდა ფესის დატოვების დრო. მოვედი ახლა ისევ მატარებლის სადგურზე და ჩავსხდები და დავეშვებით ისევ მარაკეშში. და ხვალ კიდე ერთი ადგილის მონახულებას ვგეგმავ, რომელზეც ხვალ მოგიყვებით. ახლა თავარია რომ ჩავჯდე მატარებელში და დავეშვა მარაკეშისკენ. პირველი კლასის ბილეთი გვაქვს აღებული. და ვნახოთ აბა ერთი, როგორი იქნება პირველი კლასი მაროკოს მატარებელში. ბაქანზე ვარ უკვე, მაგრამ იგვიანებს ჩვენი მატარებელი 40 წუთი და მოგვიწევს ლოდინი. ძალიან გვიან ჩავალ მარაკეშში, დაახლოებით პირველ საათზე ან 2 წუთებზე, რაც არა ამთლად კაი ამბავი, მაგრამ ნუ რა ვქნა ახლა. უნდა დაველოდოთ და როგორც კი მოვა, მერე დავეშვათ მარაკეშისკენ. მოვიდა ჩვენი მატარებელი და ახლა უნდა დავსხდეთ მეგობრებო. ჩვენ გვინდა მე-11 ადგილი. აი ესე გამოიყურება მეგობრებო ჩვენი პირველი კლასი. უბრალოდ სკამებია განსხვავებული, სხვა ისეთი არაფერი აგერ პატარა მაგიდაა და მორჩა. არაფერი განსაკუთრებული ჩვეულებრივი პირველი კლასია. გათენდა მეგობრებო კიდევ ერთი დილა მაროკოში, აგერ ვარ სასტუმროში და უნდა ვისაუზმო. მოგვიტანეს მეგობრებო აგერ ფორთოხლის წვენი პური, აი ესეთი მაროკოული ყავა მოგვიტანეს, 2 ბლინი მოგვიტანეს, 2 ფუნთუშა და კიდე 2 ფუნთუშა. აგერ გვაქვს ჯემი, მარწვის და კარაქი. გუშინ ისეთი დაღლილი ჩამოვედი შუაღამისას, სადღაც 2-3 საათისთვის, რომ
არაფრის თავი აღარ მქონდა რომ ჩამეწერა რა. მთელი გზა ვიწრიალე, ვერ დავიძინე და ხედავთ აი მოედანს, რომელიც როგორც წესი საღამოობით სავსეა ხოლმე და ვიღე ერთი პატარა ტური სოფელში, მაროკოს ერთ-ერთ სოფელში და მე მგონია რომ საინტერესო გამოცდილება იქნება, ამიტომ ნახოთ რა, ველოდები ახლა მოვიდეს ჩვენი მარშრუტკა. ძალიან საინტერესო ადგილი უნდა ვნახოთ ახლა. ერთ-ერთი ციხესიმაგრე, რომელიც გამორჩეულია მაროკოში და წავედით ახლა და დავთვალიეროთ. სანამ დავიწყებთ მეგობრებო აქაურობის დათვალიერებას, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, რაც ძალიან დაეხმარება საბოლოო ჯამში ჩემ მოგზაურობებს და უფრო და უფრო მეტ საინტერესო კონტენტს გადავიღებ. ამ ადგილს ქვია აიდ ბენ ჰადუ. და ვნახოთ ახლა სხვათა შორის რამდენიმე მიზეზით არის გამორჩეული მაროკოში და ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ აქ გადაიღეს Game of Thrones-ი, გლადიატორი და სხვა ესეთი მნიშვნელოვანი ფილმებიც რა და ეცდები რომ გაჩვენოთ ეს ყველაფერი ძალიან მალე. ეს ადგილი მარაკეშიდან რადგან შორს იყო შედარებით 3 საათნახევრის გზა, გადავწყვიტე ჯგუფური ტური ამეღო, უფრო ბიუჯეტური გამოდიოდა, სადღაც 18 ევრო გადავიხადე და არ ვნანობ რა, იმიტომ რომ მარტლა ძნელია აქ წამოსვლა, ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და რავი, თქვენც თუ გადაწყვეტთ აქეთ წამოსვლას, გირჩევთ რომ Get Your Guide არის ესეთი აპლიკაცია, იქ დაჯავშნოთ ეს ტური. და რა ვიცი, ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ, ძალიან კაი ხალხია. ზოგადად არ ვარ მოყვარული ჯგუფური ტურების, მაგრამ ხანდახან მიწევს ხოლმე და არც ეგ არაა პრობლემა. ძალიან ტურისტული ადგილია და უამრავი ადამიანი მოდის ამ ადგილის სანახავად. აი ესე მივუყვებით მეგობრებო ზემოთ ჩვენს გიდთან ერთად და ავდივართ ციხეზე. აი ეგ არის ჩვენი გიდი. Hello. What's your name one more time? Yunus. Yunus. If you forget my name, you can remember Tunis. You owe me one camel. Yeah, Remember? yes, because you answered one question, right? Very smart. რაღაც შეკითხვებს მისვამდა და სწორად რო პასუხობდი, camel შენ პირდა ამ აკლემს და ვნახოთ აბა რამდენად მომიყვანს ერთი ამ ტურის მე. Hey, Kamer Juba, Tura Kasba, Habibi. აიდ ბენ ჰადუ მაროკოს სამხრეთ ნაწილში ატლასის მთების ძირა მდებარე ციხე-ქალაქი, რომელსაც ადგილობრივები ქსარს უწოდებენ. ეს კომპლექსი საუკუნეების განმავლობაში სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა ძველ საქარავნო გზაზე, რომელიც საჰარის უდაბნოსა და მარაკეშს ერთმანეთს აკავშირებდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შემორჩენილი ნაგებობების უმეტესობა მე-17 საუკუნით თარიღდება, თავად დასახლება ამ ადგილზე ბევრად უფრო ადრე გაჩნდა. მთელი ციხე-ქალაქი ნაგებია მხოლოდ ბუნებრივი მასალებით, წითელი თიხით, ჩალითა და ხით. შენობები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და გარშემორტყმულია მაღალი თავდაცვითი გალავნით, რომლის კუთხეებშიც სათვალთვალო კოშკებია აღმართული. დღეს ძველ ქალაქში მხოლოდ 5-10 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ტურისტულ მომსახურებაზე არიან ორიენტირებულნი. მოსახლეობის უმეტესობა კი მდინარე ონილას მეორე მხარეს, თანამედროვე სოფლებშია გადასახლებული. აი აქ არის ფოტოები იმ ფილმების, რომლებიც აქ არის გადაღებული რა. მაგალითად, აი აგერ Game of Thrones-ი, აგერ ყავს კრისტოფერ ნოლანის ოდისეა, რო იღებს ახლა, იადა გადაიღო უკვე, აქ გვაქვს Lawrence of Arabia, აქ გვაქვს რავი სხვადასხვა ფილმები რა, გლადიატორი, აგერ პირველი და მეორე, აი აგერ და მოკლედ ძალიან 40-ზე მეტი ფილმი არის აქ გადაღებული. შემოვედით ახლა ადგილობრივ რესტორანში, რომ სული მოვითქვათ და რაღაც შევჭამოთ. ეხლა რაღაცას შეუკვეთავთ ადგილობრივს რა თქმა უნდა და ამ ყველაფერსაც გაგიზიარებთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოესამბა. შეუკვეთე მეგობრებო სალათა და მომიტანეს აგერ ასე გამოიყურება. ფორტოხალია, ცოტა მაკარონია, კიტრია, პომიდორია, ხახვია და ზეთისხილია და ბულგარული. ამას შევჭამ ახლა გავხურდები და მერე უნდა გავსინჯო chicken tagine. ვინც წინა ვიდეოს უყურეთ, გემახსოვრებათ რომ გავსინჯე kefta tagine. ესე იგი იქ იყო ხორცის ბურთულები, პომიდორი, კვერცხი, ტომატის соуში. და თუ ეხა შევუკვეთე chicken tagine. და ვნახოთ აბა ერთი ქათმის ტაჟინიც როგორი იქნება და მაგასაც გაგიზიარებთ. ძალიან მშია.
ფასები აქ ორჯერ ძვირია, მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან ტურისტულ ზონაში ვართ, მაგრამ ისე მშია, რომ მიღირს ყველაფერი. პორტოხალი როგორ ხდება? სხვა ჩვენ არ ხმარობთ ხოლმე სალათებში პორტოხალს, როგორც მე მახსოვს რა. ლიმონს კი, მაგრამ პორტოხალს იშვიათად არა და ძალიან უხდება ხოლმე აი სალათებს. Oh. Thank you. Wow. ვენივად გამოიყურება, მეგობრებო. აუ, რამხელა კათამიგდელი. ლიანი კათამიგდია მე მგონი. აბა ვნახოთ როგორია ქათმის ხორცი. რაც არ ეშლებათ ქათამია რა. ძალიან გემრიელია. ძალიან მაგრად არის შეზავებული. ნახეთ. უბრალოდ ქათამი კი არა, შეზავებულია თავის მაროკოულ სუნელებში რა და უგემრიელესია. კარტოფილიც მივაყოლოთ. Wow. ძალიან კაია. თითქოს ხო არაფერი ხა, სადაც არ უნდა წახვიდე, ქათამს და კარტოფილს მოხარშულს ყველგან მოგიტანენ, მაგრამ ამ კერძის მთავარი ღირებულება არის ეს სუნელები, ეს გემოები, რომელიც ძალიან განსხვავებულია და ძალიან არომატულია რა. ყველაზე მეტად მიყვარს აი ეს პროცესი, აი რო აიღებ პურს და აი ესე რო ჩააწობ გემრიელად. ათიდანათი. გემრიელესია, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეუნებთ. თან არ დაგვავიწოთ და ტურისტულ ადგილას ვართ. ტურისტულ ადგილებში ესეთი გემრიელი კერძები ზოგადად არ არის ხოლმე რა, მაგრამ მაყოფილი ვარ ნამდვილად. ამ კერძში გადავიხადე მეგობრებო 40 ლარი, რაც ძალიან ძვირია გულწრფელად. საშუალოდ 20 ლარი ღირს ასეთი კერძი, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ტურისტულ ადგილას ვარ და აქ ყველაფერი ორჯერ ძვირია, ამიტომ თქვენს გაითვალისწინეთ. გამოვედი, ძალიან გემრიელად ვჭამე. უგემრიელესად, კარგად დავნაყრდი. ეხლა გავალ ისევ გარეთ. შევხვდები ჩემი ჯგუფის წევრებს. და გავაგრძელებთ აქაურობის დათვალიერებას და საღამოსკენ მარაკეში დავბრუნდებით ისევ ეგრე გვაქვს გაწერილი. არ გინდოდა მაროკოდან ისე წამოსულიყავით, რომ ოკეანისპირა ქალაქში არ დავრჩენილიყავით, ამიტომ მარაკეშიდან პირდაპირ ესევარასკენ წავედით. 3 საათიანი გზა ავტობუსით მშვენივრად ძალიან კომფორტულად ვიმგზავრეთ და საბოლოოდ ჩავედით მაროკოს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში. ჩამოვედით მეგობრებო, ესევარაში ვართ უკვე, ძალიან საინტერესო ქალაქია, ოკეანისპირა ქალაქია და მინდოდა რომ სანამ აქედან გავფრინდებოდით, ცოტა განტვირთვისთვის გადმოსულიყავით აქეთ. ესე გამოიყურება ჩვენი სასტუმრო, რომელიც ძალიან დიდია. აგერ გვაქვს დივანი, აგერ არის ორსაწოლიანი საწოლი. აქეთ არის უკვე საპირფარეშო და აბაზანა ერთად, აი აქეთ არის შხაპის მისაღები. სუფთა მოწესრიგებული სასტუმროა, მე მგონი ყველაზე კაი სასტუმროა. მაროკოში რაც ვარ, იმ დანარჩენებთან შედარებით, რავი, კმაყოფილი ვარ. აქეთ ხედი არა გვაქვს არაფერი, დანგრეული შენობა ჩანს, მაგრამ მაინც ეს სასტუმრო დაგვიჯდა მეგობრებო 100 ლარი ერთი ღამით, რაც დამირწმუნებით, რომ ძალიან მაგარი ფასია და ზოგადად სასტუმროების ფასები არის ძალიან მისაღები და ბიუჯეტურადაც შეგიძლიათ რომ დაჯავშნოთ ბევრი კარგი სასტუმრო, სადღაც 50 ლარიდან 100 ლარამდე არის ბიუჯეტურები. ნუ მაღალი ფასებიც აქვს, რა თქმა უნდა, ეხლა თუ გინდათ რომ თრად კომფორტულად გაატაროთ აქაური მოგზაურობა. კაი, გავედით ახლა ნელ-ნელა, ჩალაგებული ვარ, powerbank-ი რაღაცეები მიდევს უკვე და დაგიბრუნდებით უკვე ქალაქი და ვნახოთ როგორ გამოიყურება. ესე ვარა, ძალიან ლამაზი სახელი აქვს და იმედია რომ გაგვიმართლებს ქალაქი მოლოდინებს. ჩამოვედი თუ არა ამ ქალაქში, აი ძალიან კარგი განწყობა მოიტანა რა, ერთი რო ოკეანე ჩანს, მერე ეს ვიწრო ქუჩები, ლამაზად შეღებილი აივნები, ფანჯრები, აი უმაგრესი შეგრძნებაა მართლა აი აქ ყოფნა და ძალიან მიხარია და
ხო არის ხოლმე ქალაქები აი სადი ცხოვრები, სად დარჩებოდი დიდი ხანი და რაღაც ეგეთ კითხვებს რო ვსვამთ ხოლმე რა. გონია რომ ეს ქალაქი არის მსგავსი ადგილი. ჯერ ხო ბოლომდე არ დამითვალიერებია არაფერი. ბოლომდე კი არა ახლა ვიწყებ, მაგრამ თვითონ განწყობა ისეთია, რომ გონია რომ ეს ქალაქი იქნება ძალიან ესეთი საინტერესო, ამაღელვებელიც და რავი, დავრჩებოდი აქ დიდი ხანი რა. ძალიან მიყვარს ზღვისპირა ქალაქები. შეხედეთ, აი ულამაზესი ქუჩებია, ვიწრო, ხალხი დასეირნობს, ზოგი რაღაცას ყიდის, ტურისტებიც არიან, მოგზაურებიც არიან, ადგილობრივებიც არიან, ჰაერში გემრიელი სუნი ტრიალებს, ყველგან რაღაცას ამზადებენ და რავი, ძალიან მაგარია, ეს თოლიები, ოკეანე. ძალიან მიყვარს რა ესეთი ქალაქები და ნახოთ აბა როგორი გამოვა საბოლოო ჯამში. სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი რამე აღარ გადამიღია. დავსეირნობდი პორტში, ქალაქის ქუჩებში, ოკეანის სანაპიროზე, ვნახე ულამაზესი მზის ჩასვლა და ერთი დღე საკუთარ თავს დაუთმე. ესე ვარ არის ულამაზესი ქალაქი. თუ ერთხელ მაინც ჩამოხვალთ მაროკოში, აუცილებლად მოინახულეთ და ეცადეთ რომ დიდხანს დარჩეთ. იმიტომ რომ ერთი დღე ნამდვილად არ ყოფილა საკმარისი. ესე ვარაში ჩემი ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდა, მეგობრებო, ძირითადად შემოვიფარგლე იმით, რომ ქალაქში დავსეირნობდი და ვცდილობდი, რომ შემერგო ბოლო დღე მაროკოში, ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა საბოლოო ჯამში და გონია, რომ მაროკო არის ქვეყანა, რომელშიც აუცილებლად დაუბრუნდები ერთხელ მაინც. თქვენ, ვინც უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, ძალიან დიდი მადლობა ყველას აბსოლუტურად. ახლა ვარ უკვე აეროპორტში, მივფრინავ თბილისში და იმედი მაქვს, რომ ისიამოვნეთ ისე, როგორც მე ვისიამოვნე ამ უმაგრეს ქვეყანაში მოგზაურობით. ძალიან წაშლილი სახე მაქვს, იმიტომ რომ არ მძინებია მთელი ღამე, ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ ეს დაღლა რო გაივლის, მერე დაიწყება უფრო მაგარი რაღაც ისტორიების და ამბების გახსენება. მოკლედ, მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, დალაიქება, დაკომენტარება, გაზიარება და ყველაფერი აბსოლუტურად ეს ძალიან დაეხმარება ჩემს არხს განვითარებაში და უფრო საინტერესო ვიდეოებს გადავიღებ. აბა, არ გემშვიდობებით, ძალიან მალე შევხვდებით ისევ და ისევ საინტერესო ვიდეოებით. აბა დროებით.